გამარჯობა. მივესალმები მეცხრეს პოდკასტის მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. თქვენი თითოეული კომენტარი ან თუნდაც ერთი მოწონება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოგყვევით, გვიყურეთ, შეგვაფასეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრები. სანამ ჩვენს დღევანდელ თემასა და სტუმარს წარვადგენთ, მინდა მივესალმოთ ჩემს მეგობარს, ლიზის. გამარჯობა, ლიზი. მზად ხარ დღევანდელი პოდკასტის ჩასაწერად? რა თქმა უნდა, მარიამ, მზად ვარ. უფრო მეტიც დიდი სურვილი მაქვს მომავალში უფრო საინტერესო და აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. ჩვენი რიგით მეორე პოდკასტის თემად ავირჩიეთ მოზარდობის ასაკისა და თინეიჯერების პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე სამყაროში. ამ თემაზე შესაუბროთ სტუმრად მოვიწვიეთ ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი ქალბატონი მანჩო წერავა. მოგესალმებით ქალბატონო მანჩო. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემს სკოლაში თქვენთან ერთად ვარ. ძალიან სასიამოვნოა თქვენგან ჩემი მოპატიჟება. მოგესალმებით ქალბატონო მანჩო. ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს თქვენ ჩვენი სტუმარი ხართ. მაგრამ ალბათ რამოდენიმე წლის წინ თქვენ როგორც ჩვენ, ისეთ მასპინძლის როლში იქნებოდით. მინდა მაყურებელს განვუმარტო, რომ ქალბატონი მანჩო ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია, რაც ჩვენ როგორც მეცხრე სკოლელებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ თქვენ მოგვეწვიეთ, პირველ რიგში გავეცანით თქვენს Facebook გვერდს და სიმართლე გითხრათ ძალიან მოგვეწონეთ. თქვენ გიწერიათ, რომ ბრძანდებით გეშტალტ თერაპევტი. რომ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს გეშტალტ თერაპია? სიტყვა გეშტალტი, გერმანული სიტყვა და გეშტალტი ნიშნავს მთლიანობას. ეს მოდალობა შედარებით ახალია, მე-20 საუკუნის პერლსის მისი ფუძემდებელი არის ფრიც პერლსი და ლორა პერლსი. ამ ორმა ადამიანმა გადაწყვიტეს, რომ ძენ ბუდიზმზე და შემდეგ უკვე ახალ-ახალი თეორიების გამოყენებით შეექმნათ ეს მთლიანობის მოდალობა ფსიქოლოგიაში, რომელიც მოიცავს გონებისა და სხეულის გაერთიანებას. გეშტალტი ეკლექტური მიმდინარეობა, რაც მოიცავს იმას, რომ კოგნიტური უნარებიც და სხეულებრივი შეგრძნებებიც ერთდროულად მოდის თერაპიულ პროცესზე. როგორც ვიცით, ჩვენი თაობა გულისხმობს თინეიჯერებსა და მოზარდებს დიდი პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგან. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიგაჩნია თაობებთან შორის საუბარი, კონტაქტი. მათთან გვიჭირს საუბარი და თითქოს ბაბილონის კედელი ჩამოიქცა და სხვადასხვა ენაზე დავიწყეთ საუბარი. თქვენი აზრით რისი ბრალია ეს ყოველივე და თქვენი თინეიჯერობის დროს თუ იყო ესეთი პრობლემები? ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტუალურია. ყველა თაობაში, ყველა ასაკში, თინეიჯერებთან განსაკუთრებით ეს კონტაქტის არარსებობა, იმიტომ რომ როდესაც ხდება და ადამიანი გადადის უკვე თინეიჯერობის ასაკში, აქ სხვა გავავლებ 12 წლიდან 18 წლის ასაკობრივ კატეგორიას გულისხმობ, ხომ? ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ დროს ყველაზე მეტად რა ჭირდება, ხო? მოზარდს ჭირდება კონტაქტი, საუბარი, დანახვა, მოსმენა და ასე შემდეგ. თინეიჯერების ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა გზა გაიარა ბავშვმა თინეიჯერობამდე და რას გულისხმობ ახლა აკიხსნით. 3 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ჩართული არის მშობელი ბავშვის აღზრდაში. როგორია მასთან ემოციური კონტაქტი, როგორია მისი უსაფრთხო გარემო შექმნის პროცესი, როგორ არიან ჩართულები აღზრდაში მშობლები, ბებიები, ბაბუები და ასე შემდეგ, როგორ უქმნიან უსაფრთხო სივრცეს. შესაბამისად, როცა ბავშვს ეს რომელიმე ასპექტი დარღვეული აქვს, ან არ არის უსაფრთხო გარემოში გაზრდილი, ან ნაკლებობა, დეფიციტი არის კონტაქტის. კონტაქტში არ გულისხმობ იმას, რომ ბაზისური მოთხოვნილებები არის დაკმაყოფილებული, რომ მშია, რაღაც ცივა და ასე შემდეგ. კონტაქტში გულისხმობ ემოციურ კონტაქტს, თვალით კონტაქტს, სხეულებრივ კონტაქტს და ასე შემდეგ, ხო? როდესაც თინეიჯერობაში გადადის ბავშვი და როგორც თქვი, რომ რომელიმე ასპექტი პატარა 3 წლამდე ასაკში დარღვეულია, ბავშვებს ეწყებათ მოლოდინი, ბავშვებს ეწყებათ როგორ გითხრათ, განცდა იმისა, რომ ვერავინ სამყაროში ვერ ხედავს და ისედაც ეს ძალიან ბევრი ფიზიოლოგიური თუ ემოციური პროცესები მიდის პუბერტადის ასაკში და შესაბამისად ეს მეამბოხეობა უფრო მეტად ვლინდება იმაში, რომ ზრდასრულიც და მოზარდიც ერთნაირად კეხავს ამ ხიდს. ანუ წყვეტენ ერთმანეთთან კონტაქტს. ეს არ არის რომელიმე ერთი მხარის დანაშაული და მე არ მინდა რომ დადანაშაულების და რაღაცა ჭკუის სწავლების ტემპი მქონდეს და ტონალობა, ხო? თუმცა ორივე მოზარდიც და ზრდასრულიც აქ ერთნაირად პასუხისმგებელი არის, რომ ეს ხიდი ჩადგეს. ხიდის ტეხვას პირველ რიგში უხელს უწყობს ის განსხვავებული აზრობა.
აზროვნება, განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება, რა იყო ჩემ დროს. ეხლა მე რომ მოვყვე რა იყო ჩემს თინეიჯერობაში პრობლემა, ხო? რადიკალურად განსხვავებული იქნება თქვენ თინეიჯერობაში რა საკითხების დგას, თუ არ ჩავთვლით ბულინგის მომენტს, რომელიც ანუ ყველა ეპოქაში ერთნაირად აქტუალურია, ხო? და შესაბამისად, რაც უფრო იზრდება ადამიანი, მთავარი მნიშვნელოვანი და რატო ქვია ამასაც გარდატეხის ასაკი, ხო? მთელი ჩვენი გონებრივი მთელი ჩვენი, აი წარმოგიდგენთ, საწყისი ხერხემალი იცვლება და მთელი ჩვენი არსით თინეიჯერობაში ვცდილობთ რომ გამოვეყოთ საზოგადოებას, გამოვეყოთ ოჯახს, ჩამოვანგრიოთ ყველა სტერეოტიპი, დავამსხვრიოთ ყველა ტაბუ, ჩამოვანგრიოთ ყველა ავტორიტეტი. ავტორიტეტებში პირველ რიგში გულისხმობ მე მშობლებს, ხო, მასწავლებლებს და ასე შემდეგ და როდესაც თინეიჯერი ამსხვრევს ამ როგორ გითხრათ, ავტორიტეტებს, ხო, ვინც სჯეროდა, ვისი სიტყვაც ძვირფასი იყო, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ სხვანაირად სეპარაცია ვერ მოხდება, გამოყოფა ვერ მოხდება მშობლისგან და ზრდასრულებისგან, რომ მოიპოვოთ თინეიჯერებმა დამოუკიდებლობა და მე ჩემ თავზეც ვილაპარაკებ, რომ ხო ეს დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვების ერთ-ერთი ხერხი არის ამის ჩამონგრევა და შესაბამისად ეს მეამბოხეობა, ჰორმონალური ცვლილებები და ასე შემდეგ იწვევს იმას, რომ აღარ მინდა რომ უსმინო, აღარ მინდა რომ როგორ გითხრათ, აღარ მინდა რომ გავიგორას მეუნება სხვა ადამიანი, განსაკუთრებით ზრდასრული. და ნახეთ რა ხდება ამ დროს მშობლებთან და მასწავლებლებთან, რომ მე უფროსი ვარ, შიში ჩნდება პირველ რიგში, რომ ვაიდა, მასთან დავკარგო კონტაქტი, ვაიდა, რამე ისეთი გააკეთოს, რომ მე ვეღარ შევძლო გაკონტროლება, ვაიდა, ანუ შიშით მოქმედებს ზრდასრული, იმიტომ რომ ჩვენ თინეიჯერობის ასაკს როგორ ვეხებით, ხო? თინეიჯერობის გარშემო ძალიან ბევრი მითი არსებობს, ხო? რომ ხანდახან როცა ბავშვი გადადის მოზარდობის ასაკში, ან თინეიჯერობას მიაღწევს, ხო? არის რომ ეს ესეთი პერიოდია, ეს ესეთი დროა, ეს ნორმალურია, დეპრესია ნორმალურია, განცდები ნორმალურია, ფიქრები ნორმალურია, ხო და რეალურად არ არის ეს ნორმალური. ბავშვს როცა დეპრესია აქვს, ეს თინეიჯერობის ასაკს არ შეიძლება რომ მივაწეყოთ, ხო? მნიშვნელოვანია რომ მშობელს, უშუალოდ აღზრდაში ჩართულ პირს შეეძლოს ის რომ შიშის გარეშე დაინახოს თინეიჯერი. რომ როცა თინეიჯერის ქცევა იცვლება და ბუნებრივია, ხო, ზღვარი უნდა დავინახოთ. თინეიჯერობა ხო არ არის პათოლოგია და პათოლოგიური გენეზის რაღაცა მომენტი, რომ ახლა ამ დროს იწყება რაღაცა ჰორმონები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია რომ ეს კონტაქტი დაგებული იყოს მოზარდისთან, რომ თუ თინეიჯერს არ უნდა საუბარი. ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ფაზაზე მის ბავშვობაში, იქამდე სანამ ის თინეიჯერობამდე მოვიდა, რაღაცა მოხდა, სადაც გაწყდა კონტაქტი. ხო? და მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ავტორიტეტები ბუნებრივად იმსხვრევა, ხო, აი მშობლების, მასწავლებლების და ასე შემდეგ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა ნაბიჯ-ნაბიჯ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა შექმნას ახალი ავტორიტეტი მის თვალში. ანუ ახლიდან უნდა წარმოიქმნას, აი ფენიქსი რა წარმოიქმნეს, დაიფერფლა და ფენიქსივით უნდა აღსდგეს მშობელი თუ მასწავლებელი თუ ზრდასრული, რომ ბავშვის თვალში ისევ მიიღოს რაღაცა მნიშვნელოვნება მიენიჭოს ისე, ხო? და როგორ ხდება, ხო? რა თქმა უნდა, თინეიჯერობაში ყველაზე დიდი შეცდომა, მეც ორი შვილის დედა ვარ და მეც ხანდახან მეშინია ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ისეთი, ხო, თერაპიული გამოცდილებაც მაქვს, თეორიული გამოცდილებაც მაქვს, ხო? რა არის მნიშვნელოვანი, რომ შვილთან მეგობრობა და არა შვილთან რაღაცა ავტორიტეტის როლის თამაში, ხო? იმიტომ რომ ჩვენ თინეიჯერობაში უკვე როლს თამაშობთ მშობლები. იმიტომ რომ ისედაც ყველა ვიცით, რომ აღარა ვართ ავტორიტეტები ამ ბავშვებისთვის და ჩვენგან წასვლა უნდათ, ხო? და შესაბამისად, წასვლას არ გულისხმობს სახლიდან გადასვლას, რა თქმა უნდა, ხო, ემოციურად გამოყოფა ჭირდებათ და შესაბამისად სიფრთხილით და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, რომ თინეიჯერს ერთადერთი მოთხოვნილება, ნუ თქვენ კარგად იცით, ხო? რა აქვს, რომ დამინახე, მომისმინე, პატივი მეცი. ეს სამი ძირითადი კი რა, ძირეული, ან ფუნდამენტური მოთხოვნილება აქვს, ის რაც შეიძლება ბავშვობაში ვერ მიიღო და ეს ფაზა არის, ხო, როცა 3 წლამდე ასაკში ირღვევა, რაზეც წინ ვისაუბრეთ, ხო, ეს რაღაც უსაფრთხოების განცდა, ხო? აი წარმოიდგინეთ, მეტაფორულად რომ მოვიყვანოთ, აი სცენარი რომელიც გაქვთ, ხო? 3 სცენარი ავიღოთ, ერთი სცენარი, რომელსაც ყოველ რაღაცა დღე, რაღაცა სასუქს უყრი, უვლი ეს სიყვარულები ფოთლებს უწმენთ და წყალს უსხამ და უვლი მთელი სიყვარულით, მისი ღერო, როცა გაიზრდება, ძალიან ისეთი იქნება, ხო, რაღაცა ის მყარი. მეორე რომელსაც ხან უსხავ, ხან არ უსხავ, ხან გავიწყდება, ხან რაღაცა, იმისი შედარებით სუსტი იქნება, ხო? და მესამე სცენარის, რომელიც უბრალოდ არის. რა ვიცი, არის ხარხმება რა.
მაგრამ ესე არის ბავშვი. ძალიან ცუდი შედარება კი მოვიყვანე, მაგრამ ესე არის, რომ 3 წლამდე ასაკში როგორ ხერხემალსაც შევუქმნით მშობლები და უშუალოდ აღზრდაში ჩართული პირები ბავშვებს, ხო? თინეიჯერობა იმის შესაბამისი ექნება. რა არის მნიშვნელოვანი, ხო, რომ მიმღებლობა გარემოში თინეიჯერის პირველი არის, რომ სოციუმში მიღებული იყოს. იმიტომ რომ მას ადაპტაცია ჭირდება ყველა გარემოში, რომ ადაპტაციური ხერხები ქონდეს და მშობელს როცა პასუხისმგებლობა აქვს აღებული მის გაზრდა, აღზრდა განვითარებაზე, თუნდაც ემოციურზე, თუნდაც ფიზიკურზე და ასე შემდეგ, აღარ უჩნდება ეს მომენტი, რომ მასას დაემსგავსოს. იმიტომ რომ თინეიჯერობაში ისედაც ძალიან აქტუალურია, ხო, ეს სერატონინის მომატება და სხვადასხვა ნახეთ შუბლის წილის განვითარება, რომელიც აი კარგი მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომ შუბლის წილი აი 100 ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი ხო გაგიგიათ ეს რომ თინეიჯერობაში აი ეს რაღაცა არის რომ კი ვიცი რომ რაღაცა უნდა გავზომო და მე გავჭრა, მაგრამ ეს სერატონინის მოქმედება იმდენად ძლიერია რომ ადრენალინი მაქვს, მინდა რომ რაღაცა თავგადასავლები ვეძიო, მინდა რომ რაღაცა შევეწინააღმდეგო, იმიტომ რომ რეალურად ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური პროცესები მიდის, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვეწინააღმდეგები, გარდა ფსიქოლოგიურის და ემოციურის. კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც ალბათ როგორც ყველა თინეიჯერის მშობელს, ისე ჩვენს როგორც თინეიჯერებს გვაინტერესებს, ეს არის როგორ უნდა ვებრძოლოთ გაჯეტებზე დამოკიდებულებას. ალბათ რამოდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ექიმი და ერთ-ერთი ფსიქოლოგი იმას ვერ წარმოიდგენდა თუ რამხელა პრობლემებს და აზიანს მოაყენებდა ახლანდელ თინეიჯერებს გაჯეტები, ხო? მაგალითად შესაძლებელია მხედველობა დაგვიქვეითოს, რომელიც ჩემი მხედველობის დაქვეითებაშიც მიუძღვის ალბათ წვლილი, მეტყველება გაუუარესოს და კიდევ მრავალი სხვა. აი თქვენ რას გვეტყვით, რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს გაჯეტებზე დამოკიდებულებამ და მისგან გამოწვეულ პრობლემებს როგორ ვებრძოლოთ? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ დღევანდელ ეპოქაში 21 საუკუნეში ამ ტემპში, ამ განვითარების ამ საფეხურზე, სადაც ახლა ჩვენი გარემო და სრულიად დედამიწა იმყოფება, სრულიად წარმოუდგენელია გაჯეტი არ არსებობდეს ბავშვს მოდი არ ვიყო მოზარდის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩემს დროს თუ იყო რომ ჩვენ გამოვიყენებ ამ საბჭოთა ენციკლოპედიაში ვეძებდით, არც ისე დიდი არ ვარ, მაგრამ ნუ არ იყო ესეთი აქტუალური, ხო? რაღაცა კონკრეტულ მასალას იმისთვის რომ რაღაც პრეზენტაცია აგვეწყო, რომელიც მაშინ სრულიად სიახლე იყო ეს პრეზენტაციების გაკეთება და ძალიან მიხარია. ეხლა თქვენ რას შევებთ, ხო? დგებით და გუგლავთ. ხელოვნური ინტელექტი ხო ChatGPT, რომელიც ფანტასტიკურად გამოიყენება ყველაფერში, ხო? უბრალოდ მინდა რომ ხაზი გაუსვა იმას, რომ თინეიჯერობაში ამას უბრალოდ ვერ ავარიდებთ თავს და ბავშვების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ ვეუბნები ხოლმე, როდესაც ჩემთან სესიაზე მოდიან მსგავსი პრობლემით ადამიანები, ხო, მსგავსი საკითხის პრობლემით არ შევაფასებ, რომ აი რა ვქნა, სულ უნდა ტირის ასე შემდეგ და ვეუბნები, რომ იცით რა არის, ანუ ის ბავშვი მიჩვეული არის, რომ 2 საათს, 3 საათს, 4 საათს, 5 საათს ატარებს გაჯეტთან, ხო? ჯერ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფრო ადვილია, ენერგიის დახარჯვა არ ჭირდება ამაში და ჩვენ რო გვინდა, რომ ჩვენ შულს შევუზღუდოთ გაჯეტი, სანაცვლოდ რა უნდა შევთავაზოთ, ხო? პირობითად შენ ჭამ ძალიან გიყვარს ციციბურა და მე ციციბურა აგაცალე. ანუ ხო ცუდად ხარ ქშია. და ესე არის მესმოთხოვნილებაც, ხო, ამ ბავშვისთვის, რომ გამოვართვის 4 საათი გამოუთავისუფლე, რომელიც სულ გაჯეტზეა და რას თავაზობ სანაცვლოდ, ხო? უნდა შესთავაზო რა აქტივობა, უნდა შესთავაზო სამაგიდო თამაშები, ეზოში სეირნობა, მაგრამ არ არის დრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონტაქტსაც მაგრამ მივაბავ ამ საკითხს, რომ ჩვენ ფიზიკურად აი ამ ეპოქაში, აი ამ გარემოში არც მშობლებს, არც შვილებს უბრალოდ დრო აღარ გვაქვს ერთმანეთთან საკონტაქტოდ და ზუსტად ეს აი ინოვაციური, აი ამ ახალი გაჯეტების თუ რაღაცა გაადვილებული მომენტების ბრალი არის, რომ შემიძლია დავგუგლო, უცბად მოვიპოვო ინფორმაცია, იმიტომ რომ აღარ მიიღებს ენერგიის ჩადება რაღაცებში და თითქოს აი პანდემიის შემდეგმა პერიოდმაც უფრო მეტად გამოავლინა ეს კონტაქტის უკმარისობა, ხო? რომ არ ვიცი როგორ უნდა დაველაპარაკო ჩემს შვილს პირობითად. და არც მე ვიცი ჩემ მშობელთან როგორ უნდა ვიკონტაქტო. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ადვილი ამოვიღებ გაჯეტს, ჩავწერ და იმაშვები და შესაბამისად მე როცა ჩემ შვილს ვეუბნები და მშობლებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო, მოზარდებზეც გადავალ აუცილებლად.
მშობლებს, რომ თუ 4 საათის განმავლობაში შენი შვილი არის დაკავებული გაჯეტით, იქნებ გამოინახოს რაღაცა დრო, რომ ის 4 საათი რაღაცა ემოციური კონტაქტით ჩაუნაცვლოთ. ერთად გავისეირნოთ მაგალითად, ხო, ფეხბურთი ვითამაშოთ. ხშირ არის ხოლმე, რომ ამბობენ მშობლები, რომ იცი რა, არ აქვს სურვილი და რა თქმა უნდა, ბავშვს არ ექნება სურვილი, იმიტომ რომ ერთი ხელის გასმით გაიტანს გოლს. იმან არ იცის რა არის გოლის გატანა, იმან არ იცის ქუჩაში, რომ აი ჩემს ბავშვობაში როგორც იყო, ხო? აი მაგალითად ჩემო შვილმა მაგალითად არ აქვს ის გამოცდილება, რაც მე მქონდა, რომ ანუ გადაწყავებული ფეხები, წრეში ბურთის თამაშით და რაღაც შვიდქვა და ანუ 1000 სახელი თამაშის, რომელიც ხანდახან მეკითხება ხოლმე ის რა არის? ხო, აი ძალიან უცნაური არის ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის სულიად რადიკალურად განსხვავებული ბავშვობა გქონდა და ამიტომ თუ გსურთ, რომ გაჯეტებთან ნაკლები დრო გაატაროს ბავშვმა, უნდა მოვიცავოთ. იმისთვის რომ ეს 4 საათი ბავშვს ცეკვით, ინგლისურით, რაღაცა რუსულით, ფრანგულით, ესპანურით, რაღაცა ტაიკვანდოთი და იმით ჩაბონაცვლოთ, რომ დავტვირთოთ რაც შეიძლება რომ ღამე გაითიშოს და დაეძინოს. არა, პირიქით, ანუ ჩემთან ახლოს მოშვებისთვის გამოვნახო ეს დრო, როგორც მშობელმა, რომ შვილმაც ისწავლოს, რომ მე თინეიჯერი რო გახდება, მის სრულად უცხო ადამიანი არ გახდა მისთვის. და ეს ძალიან მტკივნეულია ხოლმე მშობლებისთვის და შვილებისთვისაც, რომ ერთხელ იღვიძებ და დედა შენი სრულად განსხვავებული ადამიანია, რომელთანაც მხოლოდ ბრაზი გაკავშირებს. ნუ ხანდახან ბუნებრივიც არ ხოლმე ეს ბრაზი ფიზიოლოგიურად, მაგრამ ნუ ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ცუდ მხარეს, რა თქმა უნდა თვალებს აზიანებს, რა თქმა უნდა დემოტივაციას იწყებს, იმიტომ რომ რატომ მოვძევნი პირობითად საბჭოთა ენციკლოპედიაში რაღაცა მასალას, რატო წავიკითხავ წიგნს და მის სუნს შევიგრძნობ, როცა შემიძლია ძალიან ერთი ხელის მოსმით გადავფურცლო, დავგუგლო ტელეფონში და ესე მოვიპოვო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით ბავშვების ასაკში 3 წლამდე, აი 6 წლამდე, სანამ სკოლამდელი პერიოდი დაიწყება, ხშირი არის მომენტი, რომ აღარ არის სპექტრის შემთხვევა თანდაყოლილი. იმიტომ რომ სპექტრი უკვე არის შეძენილი. რაც აუტისტურ სპექტრს გულისხმობ და ეხლა შეიცვალა DSM-10-ით და სპექტრში გაერთიანდა ყველა ეს ატიპიური განვითარების მომენტები და შესაბამისად ბავშვს ნახე ელაპარაკება ტელეფონიდან, ტელევიზორიდან ვიღაც და აღარ უწევს ლაპარაკი. ხო? და შესაბამისად ეს ხდება, რომ ბავშვები ვეღარ იწყებენ საუბარს და ასე შემდეგ. ან იწყებენ საუბარს სხვა ენაზე, ხო? მაგალითად, ახლა მე ჩემს პრობლემებზეც ვიტყვი, ხო? ჩემი შვილმა მაგალითად ინგლისურად დაიწყო საუბარი, დღეს აღმოვაჩინა, რომ ინგლისურად საუბრობს ცუდად, ძალიან კარგად უბრალოდ და ხო, ერთის მხრივ ძალიან მიხარია, რომ ეს ესე არის და მეორეს მხრივ ძალიან ცუდი არის, რომ ეს ესე არის. იმიტომ რომ ეს გამოდის, რომ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ რაღაცა მომენტში მე გამოვტოვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი შვილის ცხოვრებაში. მაგრამ ხო არსებობს ის, რომ ჰემისფეროები ხო გვაქვს მარჯვენა და მარცხენა. როცა მარცხენა ჰემისფერო არის დატვირთული, სხვა ფიზიოლოგიური მომენტები ხდება მარჯვენა, როცა სხვა და ბავშვი ყალიბდება ადამიანად, რომელსაც არანაირი ენერგია არ აქვს იმისთვის, რომ რაღაცა ფიზიკური გააკეთოს. იმიტომ რომ ეჩვევა იმას, რომ ყველაფერი ძალიან ადვილია სამყაროში. მე მიდი სკოლაში და ხვდება, რომ ой, არ არის ესეთი ადვილი. მე რომ friend requests მეგობრობის მოთხოვნას გავგზავნი ადამიანთან და ის მომწერს, როგორ ხარ? თურმე აქ მიწევს, რომ მერხზე რომ მიზის, უნდა ყურადღება მივიქციო ამისი. და რა ხდება მე აღარ მყავს მეგობარი, იმიტომ რომ არ ვიცი ფიზიკურად როგორ გავიცნო ეს ადამიანი, ხო? ვინ უნდა მასწავლოს? მშობელმა. და ამაზეც გადავალ, ეხლა რომ თემა არ გავწელოთ ძალიან, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯეტს აქ ძალიან ბევრი ცუდი თვისება და ეს არა მარტო მშობლებს უნდა ესმოდეთ სკოლამდელ ასაკამდე. სკოლის მერე და თინეიჯერებს უკვე თქვენი პასუხისმგებლობა გაქვთ და მე მგონია რომ თქვენ ძალიან კარგი ჯენზის, ხო? ჯენზის თაობა. თქვენ ჯენზი ხართ, ხო? ან ჯენზის თაობა ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო ჭკვიანები, ბევრად უფრო საინტერესოები ხართ ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი რესურსი გაქვთ იმისთვის, რომ განვითარდეთ, ვიდრე მაგალითად ეხლა ძალიან პირველი თაობა, მაგრამ ხო, მაგრამ ამას გულისხმობ, რომ ჩვენ უფრო სხვა მომენტი გქონდეთ, ჩვენ 90-იანის ბავშვები ვიყავით, სხვა რესურსები გქონდეთ, თქვენ ბევრად მეტი და აი ამ რესურსს თუ მე TikTok-ის სკროლაში ვიყენებ, ხო ჩემ პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ TikTok-ის ტრენდი, რაღაცა სიმღერა, YouTube რაღაცა მომენტი არ გამომადგება. იმიტომ რომ
რომ გავიზრდები პირობითად, გავხდები თინეიჯერი, ან წავალ უნივერსიტეტში, ან სკოლას დავამთავრებ, ანუ უნარი, სოციალური უნარი არ მექნება იმისთვის, რომ ადამიანის გამარჯობა უთხრა. და დამეწყება შიში, რაღაცა უფლიანობა, შფოთვა, პანიკური შეტევები და ასე შემდეგ. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ ამბობ, რომ ეს უკვე სკოლამდე ლასაკამდე და სადღაც 8 წლამდე დიახ არის მშობლის პასუხისმგებლობა, რომ შვილს სწორი ღირებულებები ჩამოუყალიბოს, ხერხემალი მისცეს იმისა, რომ ადაპტური იყოს გარემოში, ხო? და უკვე თინეიჯერობაში 13, 14, 15 წლის ასაკში უკვე თქვენ ითხოვთ, ხო, რომ მე ვარ დამოუკიდებელი. და ოკეი, შენ ხარ დამოუკიდებელი და შენ იღებ პასუხისმგებლობას ამაზე, რომ TikTok-ს დასკროლავ თუ ფართოდ არის დასკროლავ როგორ არის, TikTok-ს დასკროლავ თუ რაღაცა პირობითად წიგნს წაიკითხავ, ან მათემატიკას იმეცადინებ, ხო? ეს ხო, შენი არჩევანია და მე გულწრფელად ვამბობ, რომ მეც ვიყავი თინეიჯერი და ძალიან მეზარებოდა მათემატიკას საერთოდ არ გამეგებოდა, მაგრამ ნუ ძალიან არ მომწონდა მეცადინების პროცესი, მერჩი უნდა რომ გარეთ გავსულიყავი, მეგობრები მყოლოდა, რაღაც ახალი თავგადასავლები მენახა და ასე შემდეგ, მაგრამ მე როცა სულ ამბობ ხოლმე, რომ დედაჩემი სულ ამბობდა ხოლმე ამას, რომ ანუ ეხლა გამოიყენე ეს დრო, ეხლა გამოიყენე ეს და რა დრო გამოვიყენო, რაღაცა მაგის რო სულ იქნება და ხო, მე პროცესში როცა რაღაცების თავიდან სწავლა მიწევდა, ჩემთვის ძართული იყო სიმართლე გითხრას, აი ცოტა გულისწყეთის მომენტის ჰქონდა, რომ ეს რომ მაშინ გამეკეთებინა, ეხლა სხვა რაღაცით დავკავდებოდი, მაგრამ ჩემთვის ეს გამოცდილება იყო, რომ ბოლო წამამდე არ მიმეყვანა მე რაღაცები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯეტებს ძალიან ბევრი უარყოფითი თვისება აქვს და ბავშვობაში მშობლის პასუხისმგებლობა, რომ ჩაუნაცვლოს რაიმე აქტივობით და ბავშვს გაუზარდოს სოციალური უნარები, რაც შეეხება თინეიჯერობას, ეს კი თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ და არა მარტო თინეიჯერობაში, დასრულებით ძალიან ბევრი არიან, ის დამოკიდებულები არიან გაჯეტზე და ეს ძალიან ნორმალური არის, ხო? იგივენაირი ადიქცია, მოდაში ასე ვთქვა, ხო? ტელეფონზე დამოკიდებულება და შესაბამისად ხო, რაღაცა აქტივობით უნდა დავკავდეთ ფიზიკური და ნუ კარგ ხარებზეც ვიტყვით ხოლმე ახლა არ ვამბობ რაღაცა, ხო? გაადვილებულია რაღაცაები, პლუს ამას გეხმარება იმაში, რომ სწრაფად ისწავლო სოფლიო კულტურა, ენები და ასე შემდეგ. ბევრი დადებითი თვისება აქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის მინდა აქაც გავაჟღერო, რომ ბალანსირებული არის ყველაფერი ძალიან კარგი. როცა ბალანსში არის ტელეფონის გამოყენება, ტელევიზორის გამოყენება და ასე შემდეგ, უკვე სახიფათო აღარ ხდება, როცა დოზირებული არის. 3 წლამდე ასაკში საერთოდ არ არის რეკომენდირებული, რომ ბავშვმა გაჯეტი ტელევიზორის გამოსხივება ნახოს და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით 3 წლამდე, რომ გამოსახულება, რა ფერია, რა ხმები ისმის, აი ეს ხმა, გამოსახულება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აღზნებას იწვევს გონების, ხო? და შესაბამისად 3 წლამდე ასაკში საერთოდ აკრძალული არის კვლევებით დაფუძნებით, რომ 3 წლამდე ბავშვს არ უნდა ქონდეს წვემა გაჯეთთან. 3 წლის შემდეგ შეიძლება 15 წუთი, იმიტომ რომ მურთულობის გარეშე გარდა იმისა, რომ კარგად უნდა შევარჩიოთ, როგორი გახმოვანება აქვს, როგორი ფერები აქვს, რაზე არის ეს შინაარსობრივად ეს მულტფილმი, ხო? ნელ-ნელა მივაწოდოთ ეს ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის მულტფილმები, ძალიან განებიურებულები ვართ, მგონი ამ მულტფილმებით და ასე შემდეგ, რომელსაც კარგი შინაარსები და ასე შემდეგ აქვს. ნახევარი 15 წუთი, ნახევარ საათი 15 წუთი, 6 წლიდან უკვე შეიძლება საათნახევარი და დანარჩენი უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი არჩევანია, რამდენ დროს დაუთმობთ გაჯეტებს. ასევე გვაინტერესებს თქვენი აზრი კიბერსაფრთხეებთან, მაგალითად კიბერბულინგთან დაკავშირებით, როგორ ავალებთ ამ ყველაფერს და როგორ გავიგოთ, რამდენად სანდოა ონლაინ გაცნობრი მეგობარი. სული კითხვაა ძალიან. კიბერბულინგზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო. და მინდა ესე დავიწყო, რომ რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო ფართოვდება ბულინგის არეალი, ხო? მით უფრო მეტად იცვლება, რანაირად შეიძლება ადამიანმა მოგაყენოს შეურაცხყოფა, გაწყენინოს, რაღაცა სირცხვილი გაგიჩინოს, დანაშაულის განცდა გაგიჩინოს და ძალიან მნიშვნელოვანი, მე არ ვიცი თქვენ რამდენად უყურეთ ეს Netflix-ის ახალ სერიალს, რომელიც მოზარდობა ქვია, რომელიც ამ კიბერბულინგზე არის. ძალიან საინტერესოა და ვურჩევ თქვენს მაყურებელსაც თუ და მშობლებსაც განსაკუთრებით, თუ ნახავენ ამას ძალიან ბევრ უსიამოვნო დისკომფორტულ შეგრძნებებს კი მიიღებენ, მაგრამ საჭირო არის ესეც, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ფრუსტრაცია ძალიან საჭიროა, სულ მხარდაჭერა და სულ რაღაცა
ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასოთი, ვერ ძლიერდები და ეს ხერხემალი ნაკლები გვაქვს. კიბერბულინგი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სიტყვა დავიწყდა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შევცვლის სიტყვას ხო შეიძლება? კიბერბულინგი არაგაკონტროლებადი ბულინგია, ხო? ჩვენ თუ კლასში შეგვიძლია აღმოვფხრათ დამრიგებლის, ტუტორის, მეგობრის, მშობლის და ხმარებით ბულინგი, ხო? კიბერბულინგი ყველაზე საშიში არის მშობლებისთვის და ზრდასრულებისთვის. იმიტომ იქ არ ვიცით ჩვენ რა ხდება, არ ვიცით ვინ გვაყენებს შეურაცხყოფას, არ ვიცით როგორ უნდა ვიპოვოთ ეს ადამიანი, როგორ უნდა ავუხსნათ მას, რომ არ შეიძლება და ასე შემდეგ და თან მინდა რომ შევეხო, რადგან აქ ყველანი რაღაცა მოზარდები ხართ, ხო? ძალიან გახშირდა ხო ეს პედოფილიის მომენტები, რომ აუცილებელია რომ ვისაუბროთ და აუცილებელი არის რომ 8 წლიდან როგორც კი ბავშვი მიუახლოვდება პუბერტატის ასაკს, ჩვენ დავიწყოთ ამაზე საუბარი. ხო, იქ ხდება სექსუალური მომწიფება, იქ იწყება პუბერტატის ასაკი და შესაბამისად მართალია 3 წლიდან უნდა დავიწყოთ ბავშვთან მუშაობა იმაზე, რა მნიშვნელობა აქვს სხეულებრივ საზღვრებს, რა მნიშვნელობა აქვს რომ შენს დაუკითხავად, არავინ შეგეხოს, არავინ რაღაცა ჩვენ ბავშვობაში ესე იყო ხომ, ესე გვაშინებდნენ, რომ უცხო ადამიანი თუ შოკოლადს შემოგთავაზებს, არ გაყვე, ხო? დაახლოებით უფრო განვითარებულად, იმიტომ რომ შოკოლადს აღარ მოგთავაზებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ აი 4 წლის ასაკიდან, 3 წლის ასაკიდან, როგორც კი ბავშვი იწყებს მეტყველებას და შეუძლია რაღაცა განსაზღვროს თავისი მომენტები, ხო? გარდა იმისა, რომ თვითონვე იწყებს, ხო, შეცნობას თავის სხეულისას, ხო? აი აქ გავუსვათ ხაზი. რა შეიძლება და რა არ შეიძლება. დანარჩენი როგორ უნდა დაიცვათ თავი კიბერბულინგისგან? არ ვიცი. და სამყაროში ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც გეტყვით, როგორ შეიძლება კიბერბულინგისგან თავი დაიცვა. ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ინფორმაცია გქონდეს ყველასა და ყველაფერზე. რა ფოტოსურათს ათავსებ, მაგალითად სოციალურ ქსელში, ხო? ვისთვის არის ეს სურათი გამიზნული, რამდენად დაცული არის შენი პროფილი იმისგან, რომ ვიღაცამ არ შემოვიდეს, შენი ფოტო ცუდად არ გამოიყენოს და ასე შემდეგ, ხო? და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ახლა ჩემი ფოტო რო ვინმემ გამოიყენოს როგორც დასრულდეს, ანუ ოკეი იქნება, ხო? ჩემთვის რაღაცა ძალიან არ ვინერვიულობ ამ ყველაფერზე, რაღაცა ვიცივლებ, ნუ ბევრი რაღაცა არსებობს, რითაც შეიძლება ჩვენ თავი დავიცოთ ზრდასრულება, მაგრამ მოზარდობის ხანაში ძალიან მოწყვლადი არის ადამიანი. ემოციურად ძალიან მოწყვლადი. ყველაფერი მას ძალიან ეხება ემოციურად. პირობითად შენი ფოტო აიღო ვიღაცამ, დადო TikTok-ზე და დააწერა რაღაცა ცუდი კომენტარი, ან რაღაცა შეეხო შენს გარეგნობასთან რაღაცა, ხო? ამ მომენტში არის რომ ერთდროულად შემოდის სირცხვილი, დანაშაულის განცდა, ბრაზი და შესაბამისად მოზარდს ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და კიდე ეს რომ ემატება ემოციურად ძალიან ცუდად ხდება, ხო? და ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ძალიან ხშირი არის, ხო, ეს სუიციდალური აზრები, ფიქრები და ასე შემდეგ და შესაბამისად აქ უშუალოდ ფიქრობ, რომ თქვენ თვითონვე მოზარდებმა შეიძლება რაღაცა ინფორმაცია არ გაქვთ, მაგრამ აი ამ მომენტში შესაძლებელია, რომ შობელს გქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ დაგიცვათ იმისგან, რომ თქვენზე არ განხორციელდეს კიბერბულინგი. კიბერბულინგის ბევრი სხვადასხვა განშტოება აქვს, ხო, როგორი და რანაირი არის, ხო, ეს არის რაღაცა კომენტარებში თავდასხმა, ფოტოებში რაღაცა манипуლირება თუ ასე შემდეგ. და ნდობას რაც შეეხება, მე პირადად ჩემს შულს რასაც ვიზიარებ, იმას გეტყვით, რომ თუ ადამიანს არ იცნობ, არ იცი, ხო? ნუ არ ყავს ნანახი და ასე შემდეგ. ნუ გაუზიარებ შენს პირად ინფორმაციას. ნუ თუ მაინც და მაინც გინდათ რომ მიწეროთ, მაინც და მაინც გინდათ რომ რაღაცა სიახლე მოძებნო, იმიტომ რომ თინეიჯერს ვერ დაუშვი ეხა და ნულოვანი არის აქ შანსი იმისა, რომ თინეიჯერს უთხრა რომ ეხლა ის არ გააკეთო და მან არ გააკეთოს, ანუ გამორიცხულია, ხო? უბრალოდ რაც მნიშვნელოვანია იცოდეთ არის ის, რომ ნუ გაუზიარებთ უცხო ადამიანს თქვენს პირად ინფორმაციას, როგორც არის სახელი, გვარი, მისამართი და ასე შემდეგ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ძალიან ბევრი ფაქტი ვიცით ჩვენ იმისა, რომ ყოფილა რაღაცა მომენტი, როცა მოზარდს ვერ უთქვამს, რომ რაღაცა გაუზიარა პირადი სახის ფოტოები, გაუზიარა ინფორმაცია და იმდენად შიში იპყრობს, ხო, რომ
რაღაცა აკვიატებული აზრები აქვს, ფოთვა იწყება, პანიკური შეტევები და უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ყველა მოზარდის ცხოვრებაში, ვინც იმ მომენტში შეიძლება გახდეს საყრდენი. ეს შეიძლება იყოს თქვენი მეგობარი, რომელთაც კარგი ურთიერთობა აქვს მშობელთან, ეს შეიძლება იყოს დეიდა, მამიდა, რაღაცა დიდი ბიძაშვილი, მამიდაშვილი. არ დარჩეთ მარტო აი ამ შიშთან. საშიში არის შიშთან მარტო დარჩენა თინეიჯერობაში, რომ გეშინია, გაკანკალეთ და ასე შემდეგ, ვიდრე ის რომ გააჟღერო და თქვა, რომ აი ხო, ესეთი რაღაც მოხდა. ხო? ვიდრე რადიკალურ ფორმებს მიმართოს მოზარდმა, როცა აი ესეთ რაღაცა მომენტს ხო, ბევრი ვიცით და ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდები ხოლმე, იმიტომ რომ მოზარდებს ზოგადად ახასიათებთ, ხო, ეს გადამდები ქცევა. ერთი ვიღაც რაღაცნაირად იქცევა, მე ყველა ერთნაირად იქცევა და ამიტომ ყოველთვის არის ხოლმე, რომ ფსიქოლოგები ძალიან თხოვენ ხოლმე ჟურნალისტ, ტელევიზიას, მედიას, რომ მსგავსი ხასიათის ძალადობრივი, სუიციდალური და ასე შემდეგ არ იყოს რომანტიზირებულად გაჟღერებული და არ იყოს, რომ აი რაღაცა მოზარდს გადაიდოს ეს ქცევა ან რაღაცა ვიღაცას რაღაც დაუთრიგერდეს, ხო? დაუთრიგერდეს, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ დავასრულო ახლა ეს წინადადება, რომ ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ გააჟღეროთ და თქვათ. ამაში არაფერი არ არის არც სასიფცხვილო, იმიტომ რომ ყველანი ადამიანები ვართ და ყველას რაღაცა გვეშლება, ყველას რაღაცა გამოგვჩება, ყველას რაღაცა წინდახედულობა არ გვაქვს. ამიტომ ერთადერთი რითაც თქვენ შეგიძლიათ კიბერბულინგისგან თავი დაიცვათ, არის ის, რომ გქონდეთ ინფორმაცია, რა შეიძლება გაზიარდეს უცხო ადამიანთან და რა არ შეიძლება რომ გაზიარდეს უცხო ადამიანთან და მეორე არის ის, რომ თუ მოხდა ისე, რომ პრობლემა შეიქმნა სოციალურ ქსელში, აუცილებლად იპოვოთ ადამიანი, ვისთანაც გააჟღეროთ. თუნდაც იყოს დიახ, დახმარება ითხოვთ. არ ვიცი თქვენ თუ გსმენიათ ჩვენი ალბათ გსმენიათ ჩვენი თაობისგან ასე ვთქვათ ესეთი მსგავსი წინადადებები როგორებიც არის მაგალითად ამის ნერვები არ მაქვს ან ამ ხელა წიგნს რა წამაკითხებს ან 2 საათიან ფილმს რა მაყურებინებს ან თუნდაც ძალიან უშნო ვარ გავსუქდი დიეტა მჭირდება ნუ კიდევ რამდენი რამე ვთქვა რომელიც ალბათ ძალიან დიდ პრობლემებად მიგვაჩნია ყველას ხანდახან რომ შემიხედავს მithქვამს რომ ეს რანაირი პრობლემები ამაზე რატო დარდობდი იმ მომენტში ოღონდ ეგ დრო რომ გასულა მაგრამ იმ მომენტში ისე მიდარდია რომ მიტირია ცუდად გამხდარ და თქვენ რა სიტყვით ამაზე ჩვენ თინეიჯერებს რას გვეტყვით რომ იქნება დაგვაწყნაროთ რომ ისეთი არაფერია ეს პრობლემები მოდი დავიწყებთ мотиваციას არ ქონით და გეტყვით რომ ეს გარდა ფსიქოლოგიური მომენტისა არის ფიზიოლოგიური მომენტიც, იმიტომ რომ სეროტონინის ხშირად ვახსენე დონე იწევს ყალიბდება წინა ტვინი, აი ეს შუბლის წილი, რომელიც პასუხისმგებელია დაბრკოლებების გადალახვაზე, ხო? და შესაბამისად, რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით უფრო ადვილია ყველაფერი და რაზეც ვისაუბრე, ხო, სოციალურ უნარებზე. ნაკლები გვაქვს სოციალური უნარები, ხო? და შესაბამისად, мотиваციის არარსებობა ერთი არის ის, რომ ფიზიოლოგიური მომენტები მიმდინარეობს იქ და ხშირად ბეზრდებათ რაღაცეები, ხან ცეკვაზე გინდა, ხან ფრენბურთზე გინდა, ხან ფეხბურთზე გინდა, ვერ აღმოაჩინე რა გინდა, საერთოდ რა გინდა და აქ უკვე შემოდის ეგზისტენციალური კითხვები, რომელიც არის ვინ ვარ მე? სად ვარ? რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას? საერთოდ რა დანიშნულება მაქვს ამ სამყაროში, იმიტომ რომ თინეიჯერებს, ხო, ანუ ეს კითხვები უჩნდებათ. გარდატეხა ხდება, ხო? სამყაროს მიმართ წარმოდგენები იცვლება და სამყაროს მიმართ წარმოდგენები რომ მეცვლება და ჩემი გონება თავისუფლდება, ჩემი ოჯახი, ჩემი მასწავლებლების, გარემოს აზრებისგან რჩება რა? ხერხემალი, რომელსაც ახლა მე პიროვნება უნდა დავაშენებდეთ, ხო? და იწყება უკვე ნახე, რაზეც ვისაუბრეთ, ხო? განვითარების სხვადასხვა ეტაპზე 3 წლიდან ეს უსაფრთხოების განცდა და ზუსტად ამას გულისხმობდი. თუ ხერხემალი ძლიერი აქვს და მშობლებმა შეუქმნეს უსაფრთხო გარემო შვილებს, რომ ან პირობოდ უყვარდათ, უპირობოდ ზრუნავდნენ მასზე, რაღაცა ეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი ხარ, ძალიან ზომიერად, ოღონდ, იმიტომ რომ შევეხები, რა საკეთებს მე ეს უკვე ჰიპერ მომენტები, როცა ბავშვს ჰიპერ აქტიურად ჰიპერმზრუნველობით ვეუბნებით, რომ შენ ყველაზე კარგი ხარ და ასე შემდეგ, ხო?
როცა ეს ყველაფერი არის დოზირებულად, შულს უკვე კაფიოდ ჩამოყალიბებული ხერხემალი აქვს და დიახაც ძალიან ზრუნველი უნდა იყოს ჩვენს მიმართ გარემო, მოთხოვნებია. კი ლამაზი ვარ, იმიტომ რომ დედამ უთხრა რომ ლამაზია, დედამ უთხრა რომ უყვარს, დედა ჩაეხუტა, დედა მოეფერა და აღარ ეშინია სამყაროს. და ვიღაცა რო ეტყვის რომ მახინჯი ხარ, ხო? ამის გაუყურება რომ არა ვარ მახინჯი და პირიქით დაუბრუნოს, არა ვარ მახინჯი. ანუ რატო ვარ? ძალიან ლამაზ თვალები მაქვს, ხვირი მაქვს, ტუჩები. ასეთ პასუხს უბრუნებს უპირობო მზრუნველობაში და მიმღებლობაში აღწევი ბავშვი. სცენარის მას რომ მიუბრუნეთ ხო მაგალითს. ბავშვს როდესაც პირობით ჭირდება, ხო? ეს მომენტი რომ ანუ მშობელს რაღაცა სიტუაციურად გამოსდის მასთან მზრუნველობისა და სიყვარულის გამოხატვა, აი თინეიჯერობაში მას უჩნდება ეს მომენტი, რომ ხო, აი შეიძლება მახინჯი ვარ, კი. შეიძლება ლამაზად არ მაცვია, შეიძლება ტრენდული საერთოდ არ ვარ. ან ეს რომ მე მეგობრება, ჩემგან რამე უნდა და არა მოდის ეს დანაშაულის განცდა, ხო? ანუ ეხლა რომ ხსნით ამ ემოციებს, ხო? და მესამე უკვე ნაწილში იქ ძალიან ძლავრად არის ეს მომენტი, რომ სულ ეჭვი გეპარება რაღაცაში. სულ ღერავს, სულ ნერვიულობ, სულ შფოთვაში ხარ, სულ მოჭიმული ხარ და რა უნდა უშველო, ხო? ერთი არის ანუ სოციუმში გავდივარ, ანუ სამეგობრო წრეს ვიკრებ, მაგრამ იქაც განცდა, მაგრამ ანუ ვერ მიიღებენ ისიც როგორიც ვარ. ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ კითხვის ვსვათ რომ შენ მიღებული ყავს შენი თავი ისეთი როგორიც ხარ. და ზუსტად აქ მოდის რომ მე მოზარდი უსვამს საკუთარ თავს კითხვას და ეს არის პრევენცია იმისა, რომ თავი დავიცვათ აი ესეთი კნინობით ფორმით რო არ მივმართოთ ჩვენ თავს, რა აი რაღაცა შენ ესეთი ხარ, შენ ესეთი ხარ და ასე შემდეგ, რომ როცა ვიხედებით სარკეში, ხო? ხანდახან ხო არის რომ მოზარდობაში განსაკუთრებით თვალი აგვირიდებია სარკიდან, რომ აი არ მინდა დღეს ჩახედო, იმიტომ რომ არ ვარ ლამაზი, ხო? აი დავაძალოთ საკუთარ თავს, აი 5 წუთით ჩავხედოთ და თქვა რომ ის რა არის? აი მე მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. მე რა რომ პირობითად თმა ცუდად მაგ, მე რა რომ ის შარვალი არ მაცვია, რომელიც მინდა, რომ აი ეს ხო არ არის რა მაცვია, თმა როგორ მაგ, ეს ხო პიროვნულ თვისებებზე გადის, ხო, რომ აი შენ რომ მე ჩემთვის იბრძვი, ხო, ანუ ყოველ დღე მიუხედავად იმისა, რომ мотиваცია არ გაქვს, დგები, სკოლაში მიდიხარ, იღიმი, ამას ხო იმისთვის აკეთებ, რომ ეს სოციუმში გამოვჩნდე, ხო? მადლობა ამისთვის. და სულ დაიწყეთ 2 წუთით, 1 წუთით, თვალი არ არიდოთ საკუთარ თავს. იმიტომ რომ მე როცა ეს მოზარდობის ხანა გადადის, ხო? მე გულწრფელად გაგიზიარებს, რომ ხშირად მიფიქრია, რომ ხო, შემწოდებია ჩემი თავი, რომ რატო ვექცეოდი საკუთარ თავს ასე, ხო? და ნუ პრევენცია ეს არის, რომ ის 5 წუთი გამოვუყოთ საკუთარ თავს და უბრალოდ მადლიერება გამოხატეთ, რომ მე რა რომ შარვალი არ მაცვია, რომელიც მინდა. ყველაფერი მატერიალურზე ხო არ დგას? ნუ, არ მომწონს შემიცხვირი, გავხდებით 18 წლის შევიცვლი და 18 წლის რო გახდებით, აუცილებლად არ შეიცვლით სხვებს. იმიტომ რომ მე შეგიყვარდება საკუთარი თავი. რომ ყველა განვლილ ეტაპს, აი 8 წლის რო იყავი, რამდენიმე საკეთებდი, 9 წლის რო იყავი, 10 წლის და მოდი შენ, რომ მადლობის მომენტი იპოვო, რამდენიმე საკეთებდი, ხო? რომ კეთილი იყავი, მზრუნველი იყავი და ასე შემდეგ და ეცადეთ რომ აი თქვენ თავთან ერთად იყოთ. ეს არის ალბათ პრევენცია იმისა, იმიტომ რომ თინეიჯერობაში ბუნებრივი არის, რომ ხანდახან საკუთარ თავი არ მოგწონს. ამ პრობლემის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მენტალური ჯანმრთელობა, მენტალური პრობლემები. თქვენი აზრით, რა არის მენტალური ჯანმრთელობა, რას ნიშნავს? და რამდენად ხშირია ის თინეიჯერების ასაკში და როგორ ამოვიცნოთ და მოუწოდოთ ამ პრობლემებს? მენტალური ჯანმრთელობა ზოგადად ძალიან დიდი თემა არის და ამ თემაზე სასაუბროთ ალბათ არც ერთი პოდკასტი არ მეყოფა, იმიტომ რომ უამრავ დიაგნოზს, უამრავ კლასს, უამრავ განშტოებას მოიცავს მენტალური ჯანმრთელობა, დიაგნოზი და ასე შემდეგ. და მოდი შემოგთავაზებთ ესეთ რაღაცას, რომ უფრო თვითზრუნვის მომენტისკენ წავიყვანოთ ეს მენტალური ჯანმრთელობა, ხო? რომ ყველა ვამბობთ, ხო, ძალიან პოპულარულია ეს სიტყვა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ასე შემდეგ და არადიაგნოსტირებულ მომენტზე გავიყვანოთ, ხო? როდესაც ადამიანს შფოთვა აქვს, მაგალითად, პანიკური შეტევა, რომელიც ძალიან აქტუალური არის, ხო? თქვენ სასახლეშიც განსაკუთრებით, რომ მოდიან მოზარდები, რომელიც ამბობენ, პანიკური შეტევა მქონდა და ასე შემდეგ, ხო? თვითზრუნვა არის თერაპია. პირდაპირ გეტყვით,
ფსიქოთერაპიული მომსახურება, ფსიქოთერაპევტი არის ის, რაც თქვენ დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ სიტუაციაში, როცა გაქვთ ჩფოთვა, მარტო არ დარჩეთ და ყავდეთ ადამიანი, ვისაც დაელაპარაკებით, ვისთანაც გექნებათ თერაპიული ურთიერთობა, ვინც რაღაც მომენტში იქნება თქვენი საყრდენი, ადამიანი, რომელიც იქნება თქვენს მხარდამხარ, თქვენს წინაშე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ თინეიჯერები მალავენ საკუთარ პრობლემებს, ჩფოთვებს და ბოლოს მიდის ხოლმე პანიკურ შეტევებამდე, სულ მცირე. და მშობლებსაც თითქოს აი დასაწყისში რო ვისაუბრეთ, ხო, რაღაცა მითები არსებობს, რომ მშობლებსაც რაღაცნაირად უსხლტებათ ხელიდან ეს მომენტი, რომ მშობლები ამას გარდატეხის ასაკს აბრალებენ, რომ გარდატეხის ასაკია და ნუ ხო ვიცით ყველამ, რომ აი ჩემმა მეზობლის შვილმა ესე გადაიარა, ისიც ისე იყო და ამ ისედაც ფუთვიან და ამ ისედაც ჰორმონებ მომატებულ თინეიჯერს უფრო მეტად უჩნდება განცდა, რომ მე არა ვარ ჩემი მეზობელი, რაღაცა ვიღაცა, მე ვარ მე და დამინახეთ და უფრო მეტად უმწვავდება შფოთვითი მომენტები, უფრო მეტად აგრესიული ხდება, რომ რატომ ადარებს ხვებს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ იზრუნოთ იმაზე, რომ მშობლამდე მიიტანოთ, რომ გჭირდებათ დახმარება. თუ მშობელი მოახერხებს იმას, რომ დაგეხმაროთ, საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, ან რაღაცა გააკეთოს თქვენთვის, თუ არა და ორივე ერთად იღებთ გადაწყვეტილებას, რომ მიდიხართ ფსიქოთერაპევტთან, რომელიც ძალიან ეხა რეკლამას კი ვუკეთებ, მაგრამ კი, აუცილებელი არის, რომ ადრე ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, მე როცა პროფესიას ვირჩევდი, ძალიან კლინობითი ფორმით მოიხსენიებოდა ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგია ზოგადად, რომ ბიჟების ექიმი, რომელიც ძალიან დამაკნინებელი იყო დღემდე ეს რაღაცა ესე ჟღერს, ხო? და შეიცვალა, კულტურა შემოვიდა, ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ადამიანები თერაპიაზე მარტო იმიტომ კი არ დადიან, რომ ცუდად არიან, დადიან იმიტომ, რომ განვითარდნენ, ხო? ძალიან ბევრი მოდალობა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ხო, ეს კოუჩინგი, რაღაცა გეშტალთერაპია, ძალიან ბევრი მოდალობა გაიცნო ადამიანს, ხო, NLP და ასე შემდეგ, რომელიც ადამიანს არა მარტო შფოთვების, სუდადყოფნის, რაღაცა დიაგნოზების დამარცხებაში ეხმარება, არამედ იმაში, რომ განვითარდეს, მოტივაცია გაიჩინოს, დაისახოს მიზნები და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი, რომ თვითზრუნვა რაში გამოიხატება, რომ ვეკონტაქტები სამყაროს და საუბრობ საკუთარ თავზე. და როცა რაღაც მაწუხებს, აუცილებლად ვისაუბრებ საკუთარ თავზე. ერთ-ერთი კითხვა სანამ მთავარ კითხვას დაგისვათ, ერთ-ერთი კითხვა ერთი ის გამიჩნდა, რომ ზოგადად ბევრი თინეიჯერი თავის საკუთარ ინტერესებს მალავს, იმიტომ რომ რცხვენია. ნუ მეც მქონია ეგეთი შემთხვევა და ვცდილობ რომ გამოვასწორო. თუნდაც ფსიქოლოგთან როცა სიარულს იწყებენ, მეგობრებში არ ამბობენ, იმიტომ რომ ეშინიათ, რომ მან გიჟად ჩათვლიან ან რაღაც დარღვევები ექნება, ან თუნდაც რამე ინტერესები, რაც საქართველოში ან თუნდაც აი მის მეგობრებში ნაკლებად საინტერესოა, არ მოსწონს, დასცინიან, ასე ვთქვათ, ამას ეს თინეიჯერი იმის შიშით რომ დასცინებენ, ამას არ ამბობს ხმამაღლა და იკეტება თავის თავში თუ სწორად ვამბობ და უფრო ურთულდება ეს ხასიათები, ცდილობს რომ არ გამჟღავნოს მისი ინტერესები და ამაზე რას გვიტყვით რომ სირცხვილი ან ყველა ეტაპზე ვუბრუნდები ჩემს სამ სცენარეს, ხო? სირცხვილი აქედან მოდის, რომ რა არის სირცხვილი, ხო? მრცხვენია რის და ვის. ზოგადად მოდი ესე დავიწყებ, რომ თინეიჯერის ცხოვრებაში არა მარტო ოჯახს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? ბავშვის ცხოვრებაში, რომ ჩვენ პიროვნებად გარდა ოჯახისა გვქმნის სოციალური გარემო, სოციუმი. რომელიც არის სკოლა, რომელიც არის საბავშვო ბაღი, რომელიც არის ქალაქი, ქვეყანა, ყველა ის გავლენა, რომელმაც შეიძლება განსხვავებული აზრი შემოიტანოს ჩემში, ხო? პირობითად რაღაცა სოციალური გარემო, მაგალითად სკოლა, სადაც ყველას აქვს iPhone. ხო, ხოფსმენია თქვენს კლასში შეიძლება ყოფილა, ხო? რომ მე მრცხვენია, რომ არ გავარ მათ. იმიტომ რომ თინეიჯერებისთვის მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე რა გააკეთა? ოჯახის ავტორიტეტი ჩამოანგრია, ეგზისტენციალური კითხვები დაუსვა საკუთარ თავს, ვინ ვარ მე, რა მინდა, სად ვარ, მარტო სულად ვხსნობ თავს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცა ან რაღაცა წრე ვიპოვო,
სადაც ამიკუთნებულობას ვიგრძნობ, ხო? ჩემთვის ჯანსაღ მიჯაჭვულობას, მაგრამ რეალურად არა ჯანსაღს, იმიტომ თუ ეს ადამიანი ჩემზე იმხელა გავლენას ახდენს, რომ სირცხვილს მიჩენს, რომ პირობითად ჩემ ბავშვობაში იყო ძალიან ესეთი აქტუალური, რომ თუ ჯასტინ ბიბერს უსმენდი, ძალიან კრინჯობა იყო, ხო? ჩვენთან არის ახლა ამ პერიოდში K-pop-ზე ბევრიც უსმენს და ვიცი რომ ბევრიც მალავს, კი ბატონო. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან მოწონს ეს K-pop-ი და კორეული რაღაცა სერიალები და ასე შემდეგ, ხო? და რა არის პრობლემა? ანუ გულწრფელად მაინტერესებს. მე როცა ვუყურებ და აი თინეიჯერებს და სირცხვილს მინდა რომ მივაბაზრო, პირობითად მე თუ მომწონს კარტოფილი შემწვარი და ეს ოკეია ყველასთვის და არ მცხვენია ამისთვის რომ შემწვარი კარტოფილი მიყვარს. რატომ მცხვენია იმისი რომ ვუსმენ K-pop-ს თქვენი აზრით? იმიტომ სხვებს არ მოსწონთ და მგონია რომ ანუ ვერ შეჭდები მათ სამეგობროში და არ მოგექცევენ ყურადღებას რამდენსაც სხვებს ექცევენ ისედაც იგივე ინტერესებს. ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი რომ აღიარება არის მთავარი მომენტი. რატომ მცხვენია? იმიტომ რომ მე ვერ ვაღიარებ საკუთარ თავთან, რამდენად მნიშვნელოვანი ვარ. ვერ აღიარა რაღაც ეტაპზე, ჩემო მშობელმაც რომ მნიშვნელოვანი ვარ, აღიარა, მაგრამ რაღაცები ხელიდან დაუსხლდა, ხო? მეც ხომ მშობელი ვარ და მეც ახლა თავს ძალიან არ დავიკნინებ, ხო? დაუსხლდა ხელიდან ეს აღიარების მომენტი და უცბად დამიჩნდა, რომ აი ეხლა მე პირობა მჭირდება იმისთვის, რომ აი მას მოვწონდე. ხო, არსებობენ პოპულარული გოგოები, ესეთი, ვიღაცა, ესეთი, ხო, რომ აი ვიღაცას უნდა მოვაწონო თავი, იმიტომ რომ უპირობო სიყვარულის და მიღებლობის მომენტი დამისხდა ხელიდან. ჩემ მშობელსაც დაუსხლდა, მეც დამისხდა. მრცხვენია, იმიტომ რომ მომწონს K-pop-ი, იმიტომ რომ იმას კონკრეტულად მოწონს, რა ვიცი, ვინმე ხისტა. ხო? შეიძლება ძალიან მაგარი მომღერალია, ძალიან არ ჩდება ჩემ გეუბნებაში, ხო ვიღაცა ამბობს, მას მოწონს. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც მრცხვენია საკუთარი თავის, საკუთარი გემოვნების. ფიზიკურად ძალა არ მაქვს და რესურსი რა საკუთარი თავი ამოვაჩინე, იმიტომ რომ სულ ვიღაცის შესატყვისი უნდა ვიყო, სულ ვიღაცას უნდა მოვწონდე, სახლში დედას და მამას უნდა მოვწონდე, გარეთ მასწავლებელს, სკოლაში მასწავლებელს უნდა მოვწონდე, ქუჩაში მეგობარს უნდა მოვწონდე, თანაქალაქელს უნდა მოვწონდე და მაშინ სად უნდა ვიყო ავთენტური და ისეთი როგორც ძილის წინ, როცა ემოციებისგან დავიფერთხები და ჩემს ბალის დავასველებ წრემლებით? არ, იმიტომ რომ ხო არ მაქვს რესურსი. ეხლა ძალიან ადვილად ვლაპარაკობ, როგორც ზრდასრული და როგორც ხო რაღაცა სტუმარი, მაგრამ ხო ეს მეც გამოვიარეთ ჩემს თინეიჯერობაში, რომ ხშირად შემწხვენია საკუთარი აზრის რაღაცა დაფიქსირების, ხშირად შემწხვენია იმის რომ რაღაცა მომწონს, აი ძალიან ისეთი რაღაცები, რაც ეხლა ამ გადმოსახედიდან საერთოდ არ იყო შესაძლებელი, მაგრამ იმ მოცემულობაში და იმ მომენტში, ხო, როცა რესურსი არ მაქვს, რომ ვაღიარო საკუთარი თავი, რთულია. და გამკლავების ერთადერთი მექანიზმი არის ის, რომ საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, რომ ანუ დავიბადე ამ სამყაროში, იმიტომ რომ სხვის მოლოდინებს შევესატყვისებოდე. რისთვის დავიბადე მაშინ ამ სამყაროში? რომ ვიყო ბედნიერი, ხო? ის ვიყო, ვინც ვარ. თუ რაღაც ეტაპზე არ მომწონს ის, ვინც ვარ, რაღაცა გავაკეთო იმისთვის, რომ შევიცვალო, ხო? გავაუმჯობესო. ხო, ანუ არ მომწონს ჩემი წონა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მე ვთვლი, რომ ჩემი წონა, მე თვითონ, იმიტომ კი არა, რომ პირობითად პერსონა A-ს არ მოწონს რაღაცა სავსე ფორმები. იმისთვის კი არა. ანუ მე რო რაღაცა დისკომფორტული განცდა მაქვს ჩემ თავთან, ან ჩემს ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის ეს წონა, ხო? ანუ ამის გამო შევიცვალო და არა პირობითად კლასში ელენეს მოვეწონო, ან ნინის მოვეწონო, ან რა ვიცი, ნებისმიერ ადამიანს, ხო? და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუსვათ საკუთარ თავს. ჩვენ ესეთ გეშტალტ ლოცვა გვაქვს რა, ერთმა დაგვიტოვა გეშტალტ ლოცვა, რომ მე ვარ მე, შენ ხარ შენ, თუ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს ძალიან კარგი, თუ ჩვენ ვერ შევხვდით ერთმანეთს ძალიან წუხარ, რომ მე არ დავბადებულ ვარ ამ სამყაროში, იმიტომ რომ შევესატყვისებოდე შენს მოლოდინებს. მე ვარ მე, შენ ხარ შენ და ეს მთავრდება. რომ ყველა ვარიანტში ჩვენ თავად ვრჩებით, ხო?
როგორი ტრავმირებული გამოცდილებას არ უნდა მქონდეს, ხო? თინეიჯერობაში, ბავშვობაში, ხო? რაღაც ეტაპზე მაინც მივდივარ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ავთენტური უნდა ვიყო. იმიტომ სხვანაირად ფიზიკურად არ შემიძლია, იმიტომ რომ ადამიანი როცა არის, ადამიანი განვითარებადი პიროვნება, ხო? სულ უნდა განვითარდეს. ყველა ვარიანტში უნდა განვითარდეს და შესაბამისად აღიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცამ აღიაროს, მაგრამ ვიღაცა ვარ მე უნდა ვაღიარო საკუთარი თავი და არა გარემო. ხშირად არის ხოლმე როცა ამას ვამბობ, რომ თინეიჯერები იყენებენ, რომ ახლა დედას არ დავუჯერებ, იმიტომ რომ მე არ დავიბადე, იმიტომ რომ დედის მოუდის არ შევესატყვისებოდე, ხო? ოკეი, გასაგებია, დედა როცა მეუბნება, რომ პირობითად ჩაიცვიე შარვალი, გინდა თუ არა, ხო, ამდა ჩაუცვე შარვალი, იმიტომ რომ უნდა ჩაუცვე, მე მინდა ამის ჩაცმა, ხო? მაგრამ როცა დედა ამბობს, რომ საერთო წესს, რომელსაც სახლში ყველა ვიცავთ, ეს ირღვევა და ამის შესრულებას მთხოვს, იქ კი უნდა ვიყო პასუხისმგებლიანი ადამიანი. პირობითად ჩვენს ოჯახში თუ არის, რომ სახლში შესვლის დროს ყელავდებთ ტელეფონს, ხო, უნდა დავემორჩილოთ, იმიტომ რომ შიდა წესია, ხო, ყველა ორგანიზაციას, ყველა დაწესებულებას აქვს თავისი შინაგანა წესი და ოჯახსაც უნდა ქონდეს შინაგანა წესი. რა შეიძლება, რა არ შეიძლება, მაგრამ როცა მშობელი არ ღვევს, ბავშვიც არ ღვევს. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შინაგანა წესს, რომ ვადგენ მშობლები, რომ კრძალავთ შოკოლადს, ჩიპს, კოკა-კოლას, გვიან დაძინებას, სახლში დაგვიანებას. მეც უნდა შევასრულოს პირობები. რომ მეც არ უნდა ვჭამა შოკოლადი ჩემი შვილის თვალწინ, იმიტომ რომ რატო და მე ზრდასრული ვარ. ხო? მე კოკა-კოლას დავლევ, იმიტომ რომ მე დიდი ვარ. გასაგებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როცა ჩვენ შვილს, აი ძალიან ბევრჯერ მომისმენია ესეთი რაღაცა, რომ შობელს მოყავს შვილი და მეუბნება, რომ კვებითი დარღვევა აქვს. ხო? ძალიან აქტუალურია, ხო, ეს კვებითი დარღვევა და ზუსტად ამ სირცხულს ელინკება, ხო? რომ მსუქანი ხარ, გახდი, აბულინგებს ამ ყველაფერს, რომ და ვუყურებ და დედასაც აქვს წონა, ხო? ეს შეფასებითი დამოკიდებულება არ აქვს. უბრალოდ აი, როცა მეუბნება, რომ კოკა-კოლას უკრძალავ და მის თვალწინ კოკა-კოლას სვამ, ანუ უცნაურია. ხო? ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუ წესებს ვადგენთ, მაშინ მე ვიბოძოთ და თქვენ თვითონაც შევასრულოთ ეს წესი. კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. რომ განგვიმარტოთ, ზოგადად ინფორმაციას რო ვეძებდით და ვცდილობდით რომ მეტი გაგვეგო ამ კითხვებზე, რასაც ვსვამდით, რომ ცოტა ინფორმაცია ჩვენც გქონოდა და ერთ-ერთი თემა შეგვხვდა ემოციური ინტელექტი. ნუ ჩვენ რისი ჯენზი ვართ, ChatGPT-ს რო ვკითხოთ. რა თქმა უნდა, ვკითხეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა ვერ გავიგეთ წესივრად რა არის და რომ აგვიხსნათ რა არის და რამდენად საჭიროა რომ ადამიანს გქონდეს ეს ემოციური ინტელექტი და როგორ ავიმაღოთ ის თუ არ გვაქვს. ემოციური ინტელექტი. ამას წინათ უსმენდი ერთ-ერთ პოდკასტს, წიგნებს განიხილავენ ხოლმე და ერთ-ერთი ძალიან ისე ცნობილი, საიდანაც წამოვიდა ეს ემოციური ინტელექტის მომენტი, იქ იყო განხილვა და ესენი ამბობდნენ, რომ ძალიან ბევრმა კვლევებმა დაადასტურა, რომ IQ, ანუ ინტელექტი და ჩვენი შესაძლებლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული. ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს ემოციური ინტელექტი. რა არის ემოციური ინტელექტი და შესაძლებელია თუ არა ემოციური ინტელექტის გაუმჯობესება? რა თქმა უნდა, ემოციური ინტელექტი არის შეგრძნება, განცდა და ემოცია. ხო? მე აი ხო გინახავთ ძალიან ბევრი ადამიანი, აი თქვენს გარდამოსვლაში, შეიძლება თქვენ თინეიჯერები ხართ, მაგრამ აი ადამიანი, რომელსაც აი სულ აღფრთოვანებული ხარ სკოლაში, რომ აი მე რა მაგრად სწავლობს და რა ჭკვიანია და რა ნიჭიერია და რაღაცა გადის დრო და კლასელი, რომელსაც არც თუ ისე კარგი შედეგი ჰქონდა, ხო, სწავლაში. შეიძლება ძალიან ცუდი შედეგიც ჰქონდა, ბევრად უფრო წარმატებული. ნუ წარმატება პირობითია, ვისთვის რა არის წარმატება, მაგრამ ბევრად საზოგადოდ ბევრად უფრო წარმატებულია, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ან სულ წიგნებში იჯდა. და ისმის კითხვა, რატომ? გეშტალტი კითხვა რატომ საერთოდ, აი როგორ, ხო? ანუ ისე რომ ამ ადამიანს აქ ერთი მიზანი რო არის A პუნქტიდან გადაადგილდეს B პუნქტში. მან ეს იცის. მაგრამ ადამიანმა, რომელიც დაკვესილზე არ თუნდებოდა, ცოტა
რაღაცა ეს მომენტი ქონდა კრეატიული მორგების, იქ რაღაცა გახალტურების, ეხლა მე იმას ხელს კი არ ვუწყობ, რომ რაღაცები გაახალტუროთ. უბრალოდ ბევრად მეტად განვითარებული გონება და ემოციური შეგრძნება ქონდა, აი დაჭერა ხო, აი манипуляция ბავშვობიდან იწყება, ხო, ეს არის манипуляციის უნარით იბადება ბავშვი, ხო? შესაბამისად, ნახე, თუ ეს უნარი აქვს შეიგრძნოს მეორე ადამიანის და სწორ დროს სწორ ადგილას როგორ მოხვდეს. კრეატიულ მორგებებს შემოფარგლო, ხო, ამ ყველაფერს. ბევრად უფრო წარმატებულია ვიდრე ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ კოგნიტური უნარები აქვს განვითარებული. შესაბამისად, თუ არ გრძნობ, თუ ვერ გხედავ, თუ ვერ გისმენ, თუ არ შემიძლია თანაგანცდა, გაზიარება, ნაკლებად წარმატებული შეიძლება ვიყო. მადლობა თქვენ. გვაინტერესებს თქვენი აზრი, თუ კიდევ რა გამოწვევების წინაშე დგანათ თინეიჯერები და რა პრობლემები შეიძლება კიდევ გამოჩნდნენ და როგორ გავუკავდეთ მათ? იცი რა არის, მგონია რომ თინეიჯერობის ასაკში, ეს ხო სულ ვითარდებით ეს ჩვენი ხან ჯენზია და ხან ეს არის და ხან ეს ყველგან იქნება. აი ძალიან გულწრფელი ვიქნები და ყველა თეორიას, განათლებას თავს დავანებებ და აი ვიტყვი იმას, რომ ანუ საზოგადოება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა ქონდეს ადამიანს, ხო? თუ ვამბობთ, რომ თინეიჯერობის ასაკში ოკეი, ფიზიოლოგიურ, ბიოლოგიურ დონეზე მიდის რაღაცეები, ამას ემოციურიც ემატება და გონია, რომ განათლება, სწორი განათლება, სწორი ინფორმაცია, რაც შეიძლება ნაკლები სტრესი გარემოსგან, ნაკლები ჩარჩო, ნაკლები მითითება, ნაკლები ჭკუის სწავლება, აი ეს არის ის, რაც ალბათ მომავალ თაობას გაათავისუფლებს იმისგან, რომ აღარ შეექმნათ იმდენად ბევრი პრობლემები, რამდენიც ახლა არსებობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის საუბარი, კონტაქტი და პატივისცემა. გულწრფელად ვამბობ, რომ თუ ადამიანებს შორის არ არის პატივისცემა და პატივისცემაში მას კი არ გულისხმობ, რომ ადგილს გითმობ და რაღაცა პატივისცემაში გულისხმობ, რომ ხედავ მეორე ადამიანს, განიცდი მეორე ადამიანს, გრძნობ მეორე ადამიანს, აფასებ მეორე ადამიანს. ემოციურად აფასებ და არა ჯაჯინგის მომენტს გულისხმობ, ხო? აი პატივისცემა არის, როცა მე გრძნობ, რომ ადამიანი პატივს მცემს, ხედავს. ის კი არა რან თქვენობით მელაპარაკებ ან რაღაცა. უბრალოდ აი მისი თვალები, მისი მზერა, მისი სხეულებრივი მოქმედებები, ხო? აი როცა დედას პირობითად ვუყურებთ, ხო და გისმენს დედა, რომ აი გაგწყინებული თვალებით ან დაღლილი თვალებით, მაგრამ მაინც ხო გრძნობ, რომ გისმენს, ხო? აი ეს არის, რაც ძალიან ნაკლებ პრობლემას შექმნის თინეიჯერობაში და ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების პასუხისმგებლობა, რომ ვეცადოთ, რომ შვილები გავზარდოთ მყარი ხერხემლით, ვეცადოთ, რომ შვილებს მივცეთ დრო და მზრუნველობა, იმიტომ რომ რეალურად არც ერთი მატერიალური საგანი, არც ერთი რაღაცა არაფერი მატერიალური მნიშვნელოვანი არ არის ამ სამყაროში რა, ანუ არაფერი. როცა შვილი შვილებს ხო ხშირად ვეუბნებით ხოლმე მშობლები, რომ აი რატო იგვიანებს სახლში მუშაობდიდე და აღარ მინდა რომ წახვიდე სამსახურში რაც ვეუბნები შვილი, ხო? დამტკივნეულია გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ იმას არ აინტერესებს რა შენი ხელფასი, იმას აინტერესებს რომ მასთან იყო. და რთული არის შულს აუხსნა, ხო, ეს ყოფითი რაღაცები, მაგრამ ამ ყოფითთან ერთად რომ შეგვიძლია რაღაცა კოლაბორაციაში შვილს მივცეთ თუნდაც 15 ჯანსაღი წუთი სრული კონტაქტის, ხო? ეს მისთვის საკმარისი იქნება და უბრალოდ აი მშობლებმა თუ გამონახეს დრო საკუთარი შვილებისთვის და ძალიან სასაცილო არის ამით რომ ვამბობ, რომ თუ გამონახეს აი ეს არის გარანტი იმისა, რომ თინეიჯერობაში შვილს შეექმნება ნაკლები პრობლემა. ვიდრე ეხლა ამ თაობას, შენ თაობას, შენ წინა თაობას და მათ წინა მორბედებს ქონდათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვესტუმრეთ, გვეწვიეთ, მოგვიყევით თქვენი გამოცდილება და რჩევები და რჩევები მოგვეცით. გმადლობ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან კონტაქტი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ
ჩემს სკოლაში, იმ გარემოში, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება, რომელსაც საკმაოდ კი არა და ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ განვითარებაზე, დემოტივაციაზე, მოტივაციაზე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის ჩემთვის და ყოველთვის მიგულათ მხარდამჭერად, თუ ოდესმე რამე დაგჭირდეთ. მადლობა თქვენ.